გამარჯობა, მოგესალმებით. ბოლოს სიტყვა მორიგი ეპიზოდი. ბექა პატურაშვილი, რატი მუჯირი, გიორგი ცხვითავა, თამარ ნუცუბიძე ბრიუსელიდან, ია მეურმიშვილი ვაშინგტონიდან. ორივესთან ბევრი სალაპარაკო გვექნება მე მგონი დღეს. მოკლედ, დიდი სკანდალი გასკდა ბლუმბერგმა გახეთქა, რომელიც ეხება 28 პუნქტიან გეგმას, რომელიც შემდეგ უკვე დამუშავდა და არ ვიცით საბოლოოდ რამდენი პუნქტია პრინციპში, მაგრამ მთავარი ამბავი ის არის აქ რომ როგორც აღმოჩნდა, გაირკვა საბოლოოდ საიდან მოდის ეს 28 პუნქტი და დიდი სკანდალი არის ის რომ ორ სხვადასხვა სატელეფონო საუბარზეა აქ გავრცელებული კონკრეტული ამონაწერი, სკრიპტი ასე ვთქვათ და ერთი ეხება იმ ნაწილს, სადაც რჩევას აძლევს ვიტკოფი რუსეთის წარმომადგენელს თუ როგორ უნდა ესაუბროს ტრამპს და ეს ხდება სწორედ ტრამპის და ზელენსკის შეხვედრამდე, როცა ტომაჰავკების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო და ამაზე ჩვენ გვისაუბრია და მეორე საუბარი ეხება რუსეთის ორ წარმომადგენელს, დმიტრევს და უშაკოვს, რომლებიც განიხილავენ თუ როგორ უნდა აღმოჩნდეს მათთვის სასურველი პირობები საბოლოოდ ამ მოლაპარაკებისთვის განსაზღვრულ დოკუმენტში და როგორ შედგა ეს დოკუმენტი, ამას არკვევს სწორედ ეს ჩანაწერი. ამ თემაზე გვექნება საუბარი, თუმცა ამ კვირაში დაგროვდა კიდევ ბევრი სასაუბრო, ანუ ვიტკოფის სკანდალს მეორე ნაწილში სკანდალური ჩვენ ადგილობრივ მეორე ნაწილში გავშლით მოკლედ ვიტკოფის სკანდალს, მანამდე ვისაუბრებთ საქართველოზე, მის ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე, მრჩება თუ არა საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ფიშერის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ფაქტობრივად ჩახურული არის საქართველოს кейსი და დიდი ალბათობით ეს გაფორმდება უკვე დეკემბრის თვეში და ჩვენ ვნახეთ ასევე საქართველოსთან დაკავშირებით ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, სადაც ის საუბრობდა ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზე და ზოგადად როგორ უყურებენ დღეს ნატოში საქართველოს სამომავლო პერსპექტივას, რა ჭრილში განიხილავენ, აქ აქცენტი გაკეთდა რეგიონზე, სომხეთთან და აზერბაიჯანთან კონტექსტში. მოკლედ ამ თემებზე გვექნება საუბარი, დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, მოგესალმებით ყველას და მადლობას გადაგიხდით მათ, ვინც უკვე ჩვენი სტაბილური მაყურებლები ბრძანდებით, ჩვენი გამომწერები, თუმცა ჩვენ გვინდა მეტი დაფარო, ჩვენ გვინდა მეტი აუდიტორია, უფრო ფართო, ამისთვის გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, რა თქმა უნდა გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში და დაალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონებათ, აუცილებლად დარჩით ბოლომდე, აქვე ვიტყვი, იმიტომ რომ საინტერესო დისკუსია გველოდება ძალიან აქტუალურ და საჭირო თემებზე. აქვე მადლობა კავკასიას იმისთვის რომ ჩვენი პოდკასტი წაიღო ეთერში, შეიძლება თქვენ ახლა კავკასიაზე გვიყურებთ, თუ კი კავკასიაზე გვიყურებთ, იცოდეთ რომ ეს არის YouTube პროექტი. მადლობა ამისთვის, აი ამ QR კოდზე თუ გადახვალთ, გადაგიყვანთ YouTube-ზე და ისე გამოგვიწერთ, ასე რომ ჩვენ ვართ ინტერნეტში, ჩვენ ვართ ტელევიზორშიც და მიაწვდეთ ჩვენი ბოლო სიტყვა უფრო დიდ აუდიტორიას. და კიდევ ერთი დაგვიტოვეთ კითხვები, აუცილებლად დავაგროვებთ კითხვებს და შევეცდებით, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგცეთ. კარგით, გადავიდეთ საქმეზე და დავიწყოთ საკითხით, რომელიც ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას, რა თქვა ფიშერმა და რა პერსპექტივაზეა საუბარი. არ ვიცი, ისევ ოპტიმისტი ვარ, მე მგონი რაღა პერსპექტივაზე, კაცი ამბობს, რომ საქართველოს кейსი ჩაიხურება დიდი ალბათობით და ეს გაფორმდება დეკემბერში. თამართან გადავინაცვლოთ და ამაზე უფრო მეც მოგვიყვება. ელოდებოდი რომ დეკემბერში რამე შეიძლება კონკრეტიკა ყოფილიყო? არა, მოგესალმებით მეგობრებო უპირველეს ყოვლისა და კიდევ ერთხელ მეც მოგმართავთ რომ გამოგვიწერეთ, გვიყურეთ, ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ რეალური ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოსახლეობას გააკეთოს სწორი არჩევანი და რეალურად გაიგოს სადა არის დღეს საქართველო და რომ დაუბრუნდეთ ჩვენ შეკითხვას. პირადად მე ესე კონკრეტულად ნამდვილად არაფერს ველოდი, იმიტომ რომ არც არაფერი იყო დაანონსებული, ზოგადად წლის ბოლოს 3 წზე, რომელიც ახლა დაგეგმილია 15-16 დეკემბერს, მნიშვნელოვანი საკითხები გადის ხოლმე. რა თქმა უნდა, უკრაინა იქნება პირველი და უმნიშვნელოვანესი თემა, რასაც ბრიუსელში ჩამოსული ლიდერები განიხილავენ. საქართველოს რაც შეეხება, ანუ ისეთი ძვრები
თქვათ, რომ რაღაცა გადაწყვეტილების მოლოდინი იყოს, თქვათ, ახლა არ არის ერთადერთი იმას თუ არ ჩავთვლით, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება, მაგალითად, რაღაც ტარგეტირებული ჯგუფებისთვის, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მისაღებად სულაც არ არის აუცილებელი წევრი ქვეყნების ლიდერები, ეს შეიძლება მინისტრების დონეზეც გადაწყდეს, ასევე გაუგებარია, რადგანაც დეკემბრის შუა რიცხვებში შედის ძალაში ახალი რეგულაცია და ასევე ველოდებით ყოველწლიურ ანგარიშს უვიზო მიმოსვლის პირობების შესრულებაზე იქნება თუ არა მოესწრებოდა თუ არა ვთქვათ წლის ბოლო სამიტისთვის თუ კი ამის პოლიტიკური ნება იქნება ევროკომისიის მხრიდან წინადადება სწორედ აი ამ ჯგუფებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების, ასე რომ ჩემთვის ერთგვარი რაღაც სიახლე იყო ელჩი ფიშერის განცხადება და ალბათ ახლა ამის მტკიცება და რაღაცა განხილვა, რომ გერმანიის ელჩი უბრალოდ თვითონ თავისი გადაწყვეტილებით და მხოლოდ თავისი მოსაზრებებით გააკეთებდა ამ კონკრეტულ განცხადებას, რომელიც თან სიახლე შეიცავს, ხო? ეს ხომ არ არის ის, რომ აი პროცესი აღწერა, ბექა რაც შენ თქვი, რომ ფაქტიურად ფაილი დახურულია. არა, მან ასევე თქვა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში სამიტზე სავარაუდო თქვა მან, მაგრამ როგორც ჩანს, სერიოზული მუშაობა მიდის ამაზე, რომ ლიდერები ასახავენ აი ამას, რომ ფაქტიურად შეწყვეტილია საქართველოს ევროინტეგრაცია. ლოგიკას რომ გავყვეთ, შეხვედრის შემდეგ გამოიცემა დოკუმენტი, შეფასება, ასე ქვია, შეფასება შეხვედრის, სადაც თუ კი ვიხემძღვანელებთ ელჩი ფიშერის განცხადებით, ალბათ საქართველოსაც იქნება ჩანაწერი და ვარაუდობ, რომ იქ ჩვენ კარგს ვერაფერს ვერ ამოვიკითხავთ. ვერ იქნება ეს მისი პირადი პოზიცია, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ გაწეული იყო კონსულტაციებზე და სულ ახლახანს დაბრუნდა ბერლინიდან. შესაბამისად ეს ვერ იქნება მისი რაღაცა კერძო მოსაზრება. ეს ფაქტი რომ არ ყოფილიყო და გაწეული რომ არ ყოფილიყო, თავისთავად ელჩი როდესაც კომენტარს აკეთებს, ის მის პირად პოზიციას არ ახმოვანებს, ხო? ის სახელმწიფოს წარმოადგენს აქ და გერმანიას რამხელა წონა აქვს ევროკავშირის შიგნით, ამაზე მე მგონი ლაპარაკი ზედმეტია. ზოგადად ჩემი დაკვირვებით ზუსტადაც რომ გერმანიის ელჩს და გერმანიას ყველაზე მეტად იმიტომ უჩიჩხინებენ ყველაზე მსუბუქად რო ვთქვა, რომ იციან რომ თუ კი გერმანიამ ხელი ჩაიქნია, მერე ძალიან ადვილი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც რომ ხელი ჩაიქნიოს. თუ კი გერმანია არ ჩაიქნევს ხელს და იბრძოლებს, სხვაებიც გააგრძელებენ. გერმანია იყო პირველი, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ხო არ ვწდები? კი. შესაბამისად, გერმანია ნამდვილად არის ის სახელმწიფო, რომელიც მუდმივად ზრუნავდა ჩვენს განვითარებაზე და ჩვენს დემოკრატიულ განვითარებაზე. და თუ კი მოახერხეთ, რომ გერმანიამ ეს გადაწყვეტილება თავის თავში მიიღო, რაღა დაგვრჩენია, ხო? ერთ-ერთი ეს დაგვრჩენია არის ის, რომ ვიფიქროთ იმაზე, რომ აი ეს ევრობიუროკრატები, როგორც ქართული ოცნება მათ მოიხსენიებს, უბრალოდ ხალხს არ გაწირავს და არ დატოვებს უვიზოდ და შეძლებს, რომ ტარგეტირებულ უვიზოზე ჩამოყალიბდეს. თუმცა, თუ კი იგივე ორბანი ან ფიცო, ისინი ვინც ქართული ოცნების მოკავშირეებად მოიაზრებიან, თუ კი ისინი დაბლოკავენ ამას, არ ვიცი სხვა რა გზა შეიძლება დარჩეს ევროკავშირს. გარდა იმისა, რომ თავის თავს გადააბიჯონ, ასე ვთქვათ და რაღაცის გამო, ჩემთვის არ ვიცი, ლოგიკაში ვორსვამ, რის გამო შეიძლება ამ შემთხვევაში უვიზო დატოვონ. აქ ერთი დეტალი არის, ბოდიში ბექა, რატის შენი აზრი რო გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა, გერმანია არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ უნდა დაგვავიწყდეს ანგელა მერკელის ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება, მაშინ ტანდემში იყო საფრანგეთთან გერმანია და აი ამ ორი ძალიან ძლიერი ევროპული დასავლეთ ევროპული ქვეყნის შემოტრიალება საქართველოსკენ მოხდა ქართველი ჯარისკაცების დამსახურებით მასთი სიმამაცის და სისხლის ფასად ავღანეთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, როდესაც თავდასხმა მოხდა ქაბულში
გერმანიის საკონსულოზე და ქართველმა ჯარისკაცებმა, ძალიან მამაცმა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს იქ გერმანელი დიპლომატების სიცოცხლე და სამწუხაროდ საქართველოში ამის შესახებ ძალიან ცოტა თუ იცის რამე, საერთოდ იმიტომ რომ მთავრობა მიჩქმალა, როგორც ჩანს მათ ინტერესში იყო ეს ყველაფერი, რომ ესე მიეჩქმალა. და თუ კი გერმანია და საფრანგეთი შეტრიალდა და ზურგით მიტრიალდა საქართველოს, ეს რა თქმა უნდა იქნება ძალიან ცუდი და მთელი ეს შრომა, მთელი ეს სისხლი, მთელი ეს ჯაფა უბრალოდ წყალში ჩაიღრება და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქნება იმ ხალხის მხრებზე და კისერზე, ვინც ახლა არიან საქართველოს ძალაუფლება, ვისაც უკავია საქართველოში ხელში, ხო? ეს ელჩმანს პირდაპირ დააფიქსირა, რომ ეს იქნება ხელისუფლების ნაბიჯებიდან გამომდინარე. ხო, აქ კიდე ერთი და სხვათა შორის გიო ბოდიში რომ გაწყვეტინებ, კარგი მომენტი გაიხსენე და მაყურებელს მინდა გავახსენო და უთხრა ალბათ ბევრმა არ იცის, რომ სწორედ მაგ შემთხვევის დროს ურსულა ფონ დერ ლაიანი, რომელიც ახლა ევროკომისიის პრეზიდენტია, გერმანიის თავდაცვის მინისტრი იყო და სხვათა შორის მან მეც პირადად ვესწრებოდი თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ბრიუსელში, რომელმაც თვითონ გააკეთა განცხადება და მადლობა მოუხადა, როცა მინისტრი იყო თავდაცვის საქართველოს ამ დახმარებისთვის და ის ძალიან სენტიმენტალურად და ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი საქართველოს მიმართ სწორედ ამ ეპიზოდის გამო წლების განმავლობაში. სხვათა შორის გამახსენდა, რომ მე და რატის ჰქონდა ერთ-ერთ ფორმატში შეხება ერთ სამხედრო პირთან, რომელიც იყო იმ დროს ერთ-ერთი მეთაური გემახსოვრება და ის იხსენებდა სწორედ ამ ეპიზოდს, რამხელა აღიარება მოყვა შემდეგ უკვე ქართველების აი ამ გმირობას, რომლებმაც ძალიან ოპერატიულად იმოქმედეს და მაშინ რეალურად გადაარჩინეს სიკვდილს გერმანიის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები. და აქ არ არის საუბარი 1-ზე და 2-ზე, ხო? აქ არის საუბარი გერმანელების სიცოცხლის გადარჩენაზე, აქ საუბარი არის ფრანგების სიცოცხლის გადარჩენაზე, აქ საუბარი არის ამერიკელების სიცოცხლის გადარჩენაზე, რა თქმა უნდა, ისინიც ესე მხარდამხარი იბრძოდნენ ქართველებთან ერთად. და არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, ევროკავშირში ჩვენი სამხედროების წვრილიც, იმიტომ რომ აფრიკის კონტინენტზეც, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული ოცეული იმყოფებოდა და ასრულებდა მისიას, რომელიც ასევე მუშაობდა საქართველოს სასარგებლოდ სწორედ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების საქმეში, ხო? და მალიში ყავდა ჩვენ სამხედრო წარმომადგენელი, ანუ ორ კონტინენტზე პარალელურ რეჟიმში პატარა ქვეყანა აწარმოებდა ამ სამხედრო ოპერაციებს. მაგრამ არის ერთი კიდე ძალიან დიდი ნიუანსი, ხო? აი ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ საკითხთან ერთად არის კიდე უამრავი. ვინ შეასრულებს იმ ვალდებულებებს და რეკომენდაციებს, ხო, რომელიც იყო გაწერილი ძალიან ბევრი წელი. სასამართლოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვაკრიტიკებდით წინა ხელისუფლებას იმის თაობაზე, რომ 99.9 იყო განაჩენი, გამომტყუნებელი განაჩენი სისხლის სამართლის საქმე. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ ქართულ სასამართლოში. ეს არის სრული კატასტროფა, ხო? ანუ ყველაფერზე დაჯარიმება და ყველაფერზე. ვინ შეასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც აი ამ სასამართლოს გარდა კიდე სხვა მიმართულებებით, როდესაც ამდენი საჯარო მოხელე არის გათავისუფლებული თანამდებობებიდან. როდესაც აი ესეთი ბრჭყალებში რეფორმა გატარდა და მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროში აღარც ნატოს დეპარტამენტია და აღარც ევროკავშირის დეპარტამენტი. აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და ის რაც გააკეთეს ძალაუფლებაში მყოფებმა საქართველოსი, ხო? ზუსტად ის არის, რომ თავად შეაჩერეს ეს ყველაფერი და დრო ამ შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა რეფორმას აჩერებ, ამის დაწევას ჭირდება ძალიან ბევრი რესურსი და ჭირდება ხალხი ის კომპეტენცია, რომლებიც უბრალოდ გაყარეს სამსახურებიდან. სხვათა შორის ამას პროპაგანდა იყენებს პირიქით, რა, რომ ამდენი წვლილი გვაქვს და ისინი მაინც ვერ ჩამოყალიბდნენ, რა, ეს სიატრიალებს ამ მესიჯს. არა და მთავარი გარდამტეხი მომენტი რა არის, როდესაც ჩვენ მოვახერხეთ და წმინდა სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით გავუტოლდით და ჩემი რწმენით ნატოს წევრ არაერთ ქვეყანაზე გაცილებით წინ ვიყავით სამხედრო ტექნიკურ ტაქტიკური ამბით, მან დაუცილებელი იყო რომ დავწეოდეთ პოლიტიკური თვალსაზრისით და აი ამ პოლიტიკური თვალსაზრისით დაწევის ნაცვლად დავიწყეთ უკუსვა. და აქ მერე ირევიან საკუთარ კიდევ ერთ პროპაგანდისტულ მესიჯში, რომ აი თითქოს ნატო რუსეთის წინააღმდეგ გვითრევდა ალიანსში, რომ რუსეთი გაიღიზიანებინა. თქვენ კაი ხალხო, თუ გვითრევდა, მაშინ ვარი რაღაცო გვითხრა, როცა საქმეზე იმედგა. ხო, აქ საქმე იმაში, რომ ვიღაცა სადღაც კი არ გვითრევდა, ჩვენ გვინდოდა ჩვენი უსაფრთხოები
განმარტებისთვის ეს ყველაფერი სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით დავეციეთ, დარჩენილი იყო პოლიტიკური თავსებადობის გაზრდა და მეორე მხარეს პოლიტიკური ნება და როდესაც ეს ყველაფერი თანხმდარში უნდა მოსულიყო, მაშინ დავიწყეთ რეგრესი. რაც არის თავარი პრობლემა ამ შემთხვევაში იგივე ევროკავშირთან მიმართებაში და ნატოზე იმდენი ვილაპარაკეთ, რომ ბარემ ხომ ერთი კითხვა ევროკავშირთან დაკავშირებით ფიშერის განცხადებაში იყო ეგეთი ციტატა მახსოვს, რომ ის ამბობდა, რომ არა თუ ჩვენ, არამედ სხვა წევრი გულწრფელად რომ გითხრათ, არავინ აღარ მუშაობს საქართველოს ინტეგრაციაზე. ესეთი ფრაზა იყო და აქედან გამომდინარე თამარ, ხომ არ შეიძლება რამე დავამატოთ, თქვათ სხვა წევრების განწყობებთან დაკავშირებით. ანუ ნუ ახლა თუ ვიხემძღვანელებთ ბოლო ანგარიშით და ელჩი ფიშერიც სწორედ ამ ანგარის გაფართოების ანგარიშს ეყრდნობოდა და სწორედ მან თქვა, რომ გერმანია მაგალითად ამ ანგარიშით ხელმძღვანელობს, ყველა უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნების უმეტესობაც ეთანხმება იგივე ამ დოკუმენტს და ნუ ყველაფერი ხელის გულზეა, ხო, აქ არ არის საჭირო რაღაცა წიაღწევებში წასვლა და გამოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის სიმართლე თუ არა კომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში და ის სიტყვები მარტო რადგირს მარტაკოსის, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში მსგავსი ცუდი შეფასება არც ერთ კანდიდატ ქვეყანას არ ჰქონდა და აქ მინდა თურქეთზე ორი სიტყვით თქვა, როდესაც ედრებიან თქვათ და იძახიან, რომ აი თურქეთსაც აქვს სტატუსი 20 წელია და მერე რა და რაღაცა, ხო? თურქეთი დღეს გაცილებით ანუ ეგ უკვე დააფიქსირეს ფაქტი, რომ ამგვარი ანგარიში არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით არ დაწერილა ევროკავშირში. ეს ერთი და მეორე, თუ გახსენდებათ რომელიმეს ერთი მაინც მაგალითი, როდესაც ან ერდოღანი, ან მისი კაბინეტის წარმომადგენლები, ან მისი დეპუტატები პირად თავდასხმებს ახორციელებენ, შეურაცხყოფას აყენებენ ევროკავშირის ლიდერებს და ზოგიერთი საერთოდ ევროპარლამენტი ტარებს ისეთ შეურაცხყოფებს აყენებს ქალბატონების გზე, აი ამაზრზენ რაღაც მინიშნებებს, მსგავსი თურქეთიდან არავის არ ახსოვს და ამას თითქოს იცით ართულიან საერთოდ არანაირ ისეთ რაღაც განსაკუთრებულ ფაქტად და იგივე იმ ანგარიში რომ ჩახედოთ წინაზე ჩვენ ვისაუბრეთ რომ თანხმედრა კანდიდატი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ზოგადად ეგრეთ წოდებულ wording-ში და ყველას მხარდაჭერა ევროკავშირის პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და აქაც უდიდესი ჩამორჩენა გვაქვს თუნდაც წინა წელთან განსხვავებით და ტყუილა გონია ვიღაცას რომ აი ესეთი სახის მოპყრობა და ასეთი სახის საუბრები საერთოდ არაფერს არ ნიშნავს და რადგან ვიღაცა შიგნით აკეთებს ამ განცხადებებს ევროკავშირში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არ მიდის ეს ინფორმაცია. არა, აქ მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი, რომ ევროკავშირს და ან ევროპარლამენტთან ვინმეს აყენებენ. ანუ ზოგადად სიძულვილის ენით საუბრობს ეს კონტინგენტი კონკრეტულად და სიძულვილის ენით ესაუბრება პირობში საკუთარ მოსახლეობას. მათ შორის საკუთარ ამომრჩეველს, იმიტომ რომ სადამდეც დაიყვანეს მესიჯი, ეხლა მაყურებელს პატივს ცემ უბრალოდ და არ ვიტყვი ხმამაღლა. ეს არის კატასტროფა, ხო, კიდე ერთხელ ვამბობ. ეს არის ისეთი ცუდი სიტყვათა კომბინაცია, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ყველა მოქალაქეს აბსოლუტურად რა და ამაზე რეაქციის არ ქონაც, სიგიჟეა უკვე რა, რაღაცა ისეთ რიტმში ვცხოვრობ და ისეთ სიგიჟეში, რომ წარმოუდგენელია იმდენად ბრიყვულ რაღაცა მესიჯებს ავრცელებენ. ფაქტია რომ ეს არის გეგმის ნაწილი ეს ყველაფერი და მიზანი არ არის არანაირად ხელშეწყობა ინტეგრაციის, აქ პირიქით ყველაფრის ჩაშლა არის ამოცანა და ამიტომაც ეს არ არის თვით ინიციატივები, ვიღაცების განცხადებები და ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის და ეს გადავინაცვლოთ ნატოს თემაზე, თანდათან რა განცხადებაც გააკეთა რუტემ. ჩემთვის ყველაზე საგულისხმო იყო აქ ის რომ საქართველოსთან
პარტნიორობა გარკვეულწილად ნარჩუნდება და ნარჩუნდება იმის გათვალისწინებით მით უმეტეს, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით პარტნიორობა ძლიერდება ჩვენ ქვეყანასთან დამოკიდებულების პარალელურად და ისინი მაინც აღიქვამენ აი ამ რეგიონის კონტექსტში პროცესს და თუმცა გარდა ამისა იყო ცხადია კრიტიკა, ისეთი დიპლომატიური ალბათ, უფრო კი მე ვიცი რაც ხდება საქართველოში და ჩვენ ამაზე გამოგვიხატავს პოზიციები, ვესაუბრებით ქართულ მხარეს, ხო? ეს იყო შინაარსი ამ განცხადების და მოგვიხსენება რაც ხდება და ეს არ არის მისაღები ფაქტია. ყოველ შემთხვევაში ხელს არ უწყობს ეს საქართველოს სამომავლოდ ინტეგრაციას. ეს აშკარად გამოიკვეთა. სინამდვილეში ეგამბავი ნატოსთან მიმართებაში არის არა სტაგნაცია, არამედ რეგრესი, იმიტომ რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ მაგ რეგიონულ ჭრილში აღარ ყოფილიყავით ნატოსთან მიმართებაში განხილული და მაგათ, სომხეთისგან და აზერბაიჯანისგან განცალკევებით ყოფილიყო ჩვენი ინტეგრაციის საკითხი განხილული, იმიტომ რომ ჩვენ გაცილებით წინ ვიყავით ყველა ასპექტით, მათ შორის პოლიტიკური ასპექტით, თუმცა ზუსტად იმ სტაგნაციამ, რაც დაიწყო, მიგვიყვანა რეგრესთან. ეს ის არის ყო გავჩერდით და დაველოდეთ მე რა მოხდება, არა. აი ამ სტაგნაციამ უკან გადაგვადგმოვინა ნაბიჯები და მიგვიყვანა იქ, საიდანაც გამოსვლას ბევრი დრო დავახარჯეთ. ხო, იმ რეალობაში ვართ, როცა გვიხარია, რომ სადღაც მაინც განგვიხილავენ, აი ეს მომენტია, თუმცა ობიექტურად ალბათ კითხვაზე პასუხი იყო მხოლოდ და არა სამწუხაროდ არა უმეტეს, ხო, სამწუხაროდ არა უმეტეს, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულება, მათ შორის უკრაინის თემაზე, ევროპაში ყველაზე დიდ სამხედრო კონფლიქტთან მიმართებით იყო ყველასთვის ძალიან გასაკვირი, გასაოცარი, მიუხედავად ძალიან დელიკატური მდგომარეობისა ჩვენი ქვეყნისა, ხო? ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ძალიან დელიკატურ ვითარებაშია, იმიტომ რომ მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მისი სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთი, რუსეთთან საერთო საზღვრის მონაკვეთის დიდი ნაწილი არის შესათანხმებელი, დემარკირებული საერთოდ არ აქვს არაფერი თურქეთის გარდა და რა თქმა უნდა, ეს ვითარება სხვათა შორის ნატოელებმაც და ევროკავშირის წარმომადგენლებმაც არაერთ გზის აღნიშნეს და ჩვენ გვესმის ეს მდგომარეობა. ამიტომ არ იყო საჭირო რაღაცა წიხლის დაჭერა, რაღაცა უაზროდ, ხო? ერთ რაღაცას ვიტყვი ჩემთვის რა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ევროკავშირზე ხوارი ეს რაღაცა ანტიევროპული პროპაგანდა და რაღაც ჩამოყალიბებული ნარატივი აქვს საოცარი და ეხლა აღმოჩნდა რომ ნატოსთან მიმართებით თურმე ის არის რომ ღია კარის პოლიტიკამ რაღაც პროვოცირება მოახდინა რუსეთის 2008 წელს და პოზიტიურმა სიგნალებმა თურმე ბუქარესტის სამიტზე, რომელიც პოზიტიური კი არა, ფაქტიურად სწორედ ეგ იყო, რომ არ მოხდეს მაპი მანდ. თურმე ამან რუსეთს რაღაცა უბიძგა, რომ ომი დაეწყო, უკვე ისეთ პოლიტიკაზე გადადიან, რომ ღიაკარის, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ღიაკარის პოლიტიკა რაღაცნაირად გააშავონ და თქვან, რომ ეს არის ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის. და როგორ უნდა გააშავონ, როდესაც ფანტასტიკური მაგალითები გვაქვს, ხო, ფინეთი და შვედეთი ორი სახელმწიფო გახდა ნატოს წევრი, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. საერთოდ არაპირებდნენ, ხო? უბრალოდ იყვნენ მზად ყველანაირად მონაწილეობას იღებდნენ ნატოს წვრთნებში, ჩართულები იყვნენ ყველანაირ სიკეთეში, მთლიანი შიდა პროდუქტი მაღალი ჰქონდათ, მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და იმ კონკრეტულ მომენტში მოილაპარაკეს სახელმწიფო შიგნით და დასვეს ეგზისტენციალური კითხვა, ხო, რომ რა ვქნათ, ეხლა შევძლებთ ჩვენ მარტო რომ დაუპირისპირდეთ და გაუმკლავდეთ ამ მონსტრს თუ ვერა და მიიღეს პასუხი. ყველამ ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არა, აუცილებელი იყო რაღაცა ძალიან ძლიერი ქოლგის ქვეშ გაერთიანება. აი ეს მე მგონი ზუსტად ის რაღაცნაირი გადასასვლელი ხიდი არის, ხო, რაღაცა მეორე თემაზე ახლა. მე გთავაზობთ კიდევ ერთ პატარა ჩანართს, ძალიან მოკლედ შევეხოთ, მე მგონი არ იქნება ურიგო. დღეს ჩვენ ჩაწერის მიღმა განვიხილავდით ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრას ფინანსთა მინისტრთან, სადაც იყო ნახსენები სანქციების აღსრულების ნაწილი.
აი ამ ამბავს მე პირადად ნუ ის რომ შემოწმდეს თქვათ რეალურად სრულდება თუ არა მოთხოვნა მეორადი სანქციების და ასე შემდეგ ხო ანუ ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენ ვხედავთ პროცესს ალბათ თქვენი ყურადღებაც მიიქცია რა ხდება ყაზახეთში სადაც რუსეთისკენ მიმავალი თითქმის ყველა გადასასვლელი პუნქტი ახლა არის გადატვირთული და იქ პროცესი გართულდა, ანუ ვერ გადადიან სატვირთოები, იმიტომ რომ სწორედ ტრამპის შეხვედრის შემდეგ, ალბათ, ხო, ანუ შუა აზიის ქვეყნების ლიდერებს როდესაც შეხვდა და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ წინა ეპიზოდში, ეს საკითხი მეტი ყურადღების ცენტრში არის. რაღაცნაირად მათ შეაკითხა მაგის პარალელურად. კი ბატონო, ნახეთ, ანუ რეალობა არის ესეთი, რომ გადასასვლელები გადატვირთულია, იქ რაღაც საეჭო ტვირთები ვეღარ მიდის. და ამასობაში ამერიკის საელჩო ინტერესდება საქართველოში ამ საკითხით. თქვენ თუ ხედავთ აი ამ კავშირს, ეგ მაინტერესებს. მოდი იათი დავიწყოთ მაგის განხილვა, ია რას გვეტყვის მაგასთან დაკავშირებით. თორე ისე მოხდა რომ ვერ ჩავთით. მე პირადად უკაცრავად არ მინახავს ეს განცხადება, მაგრამ ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია იმით, რომ არ ხდებოდეს სანქციებზე თავის არიდება მეორადი ქვეყნების გავლით, მესამე ქვეყნების გავლით, სულაც არ არის გასაკვირი და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხედავთ იმას, რომ ამერიკა მნიშვნელოვნად აქტიურდება განსაკუთრებით კავკასიის რეგიონში და ნუ რომ არაფერი ვთქვათ ახლა იმ თემებზე რაც უკვე ახსენეთ თქვენ ცენტრალურ აზიასთან ფაქტიურად ამერიკის ეკონომიკური ურთიერთობის მთლიანად გადალაგება ხდება. ეს შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს ზოგიერთ არ ვიცი ევროპულ თუ დასავლურ ქვეყნებსაც რომლებიც ასევე ცდილობენ რაღაცა ხერხების მონახვას იმისთვის რომ სანქციებს თავი აარიდონ საკმაოდ კომპლექსურია საბოლოო ჯამში ეს თემა და ნუ მე პირადად არ მიკვირს ის რომ ამ საკითხზე შესაძლოა ესე საჯაროდ ლაპარაკი დაიწყოს. ხო, ნუ კარგით, გადავინაცვლოთ მაშინ შემდეგ მთავარ თემაზე პრინციპში და ისე ვიასთან არის ეს ბურთი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხო მანდარი ძაღლის თავი დამარხული მე მგონი. რა სარგებლობა მოაქვს ვიტკოფს? რა სარგებლობა? ვინ არის მისტერ ვიტკოფი? მისტერ ვიტკოფი არის მილიარდერი, რომელსაც აქვს ძირითადად ნიუ-იორკში, თუმცა ახლა უკვე გლობალურად არა ახლა, მაგრამ ნიუ-იორკში დაიწყო და ამის შემდეგ გლობალური უძრავი ქონების სამშენებლო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად ფინანსური იმპერია და ის არის პრეზიდენტ ტრამპის ძალიან ახლო მეგობარი. ალბათ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ის არის ტრამპის მეგობარი. გარდა ვთქვათ სხვა ადამიანებს რომ შევხედოთ ვინც ჩართულები არიან უკრაინასთან ამ მოლაპარაკებები იქნება ეს თუ ურთიერთობებით შეხვედრებით და ამ შემდეგ თითქმის ყველას აქვს რაღაცა ფორმის ან კონგრესის, სენატის დადასტურება მაგალითად მარკო რუბიოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მარკო რუბიო არის პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული სისტემასთან, ასე რომ ვთქვათ, ამერიკელ ხალხთან, ასევე რომ შევხედოთ, რა ვიცი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არის ჩართული დღეს, ვისაც ვხედავთ ყოველ შემთხვევაში. ყველას აქვს რაღაცა ფორმის ანგარიშვალდებულება ქვეყანასთან. ვიტკოფის შემთხვევაში ეს განსხვავდება, იმიტომ რომ ვიტკოფი არ არის არც სენატის მიერ დადასტურებული, არც რა ვიცი, ოფიციალური, როგორც ასეთი თანამდებობა მას არ აქვს კიდევ ერთხელ, რომელიც იქნებოდა დამტკიცებული პრეზიდენტის გარდა ვინმე სხვის მიერ და ამის გამო ის არის საკმაოდ ისეთი უფრო მეტად თავისუფალი მოთამაშე, ასე რომ ისე მსუბუქად რომ ვთქვათ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვინც არის ჩართული ამ პროცესში მთლიანად. ასევე არის რა თქმა უნდა ტრამპის სიძე და ნუ იქ დამატებით კიდე არიან ადამიანები, მაგრამ აი ეს
ჯერედი და ვიტკოფი არიან ფაქტიურად წამყვანი ადამიანები, ვინც უშუალოდ რუსეთთან საუბრობენ. უკრაინის მხარეს იყო კითხელოგი, ეხლაც არის, მაგრამ იანვრიდან უკვე აღარ იქნება, ის ამოეწურა მას ის ვადარავადითაც იქნა ის დანიშნული თავიდან და ნახოთ დაინიშნება თუ არა ვინმე უკრაინასთან ურთიერთობებისთვის, როგორც სპეციალური წარმომადგენელი. საინტერესო ის არის კიდევ, რომ ვიტკოფი არის პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი გლობალურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ასეთია მისი ტიტული და კითხელოგი მაგალითად იყო შეერთებული შტატების წარმომადგენელი, სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში. ნახოთ გადალაგება. აი ამ სკანდალის შემდეგ დარჩება თუ არა. ამ სკანდალის შემდეგია მათ შორის რესპუბლიკელების განცხადებებს გავეცანით ჩვენ, რომლებიც ითხოვენ პრინციპში მის პასუხისმგებლობას და მინიმუმ ჩანაცვლებას, მის გაწევას პროცესიდან, ასე ვთქვათ. მე ასევე უამრავ განცხადებას გავეცანი, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომ ვიტკოფი ამ შემთხვევაში მოღალატე არის. პირველ რიგში ამერიკის ინტერესების იქიდან გამომდინარე, რომ ის ფაქტობრივად ინსტრუქციებს აძლევდა რუსეთს თუ როგორი უნდა ყოფილიყო რუსეთის პოზიციონირება, როგორ უნდა ესაუბრათ ტრამპთან, როგორ უნდა შეედგინათ გეგმები და ასე შემდეგ, თან იმ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც 2 დღის შემდეგ უკვე უნდა ყოფილიყო ზელენსკისთან შეხვედრა და იქ ბევრი თემა უნდა გადაწყვეტილიყო, რომელიც იმ დროისთვის თითქმის უკვე ახლოს იყო, ხო ასეა იგივე ტომაჰაუკების საკითხი, 2 დღით ადრე ტრამპი მოიხსენიებდა პუტინს ქაღალდის ვეფხვად და ამის შემდეგ ფაქტობრივად პუტინისთვის ეს არაკომფორტული სიტუაცია სწორედ ვიტკოფის მითითებებით დაალაგდა, ასე ვთქვათ. და სწორედ ასე მოხდა, როგორც ირკვევა, იმ ინსტრუქციით წავიდა პროცესი, შედგა რეალურად სატელეფონო ზარი, სწორედ იმ შინაარსის რა მითითებაც იყო, რომ უნდა შეექო პუტინი, უნდა ეთქვა, რომ ის მშვიდობის კაცია, ბოდიში ტრამპი, უნდა ეთქვა, რომ ის მშვიდობის კაცია და ის მზად იყო სამშვიდობო პროცესისთვის და ამან ფაქტია, რომ იმუშავა შემდეგ უკვე ტრამპზე. აი ეს კითხვა, ვთქვათ, რამდენად არის ლეგიტიმური, რომ ეს ცდება, მიუხედავად იმისა, რაც ახსენი შენ, რომ მას არ აქვს რაღაც ოფიციალური ვალდებულებები, რამდენად ლეგიტიმურია კითხვა, რომ ის ცდება ამ შემთხვევაში ამერიკის ინტერესებს და ვთქვათ, ითვლება როგორც ღალატი. თვითონ გუშინ საღამოს შეერთებული შტატების ვაშინგტონის დროით ტრამპმა ძალიან მოკლე კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას და შეკითხვა იყო ეხებოდა სწორედ მაგას, რომ ხომ არ არის რაღაცა გადაცდომა ვიტკოფის მხრიდან, როცა ის რჩევებს აძლევს რუსულ მხარეს როგორ ელაპარაკონ ტრამპს. და ტრამპმა ესეთი საინტერესო რამ თქვა, რომ ეს ძალიან მიღებული პრაქტიკაა და არაფერი უცნაური ამაში არ არის, როდესაც არის ადამიანი რაღაც წარმომადგენელი მოლაპარაკებებში, მისი მიზანი და ესეთი ფუნქცია არის ის, რომ იმ მხარეს რომელიც მიყიდოს ფაქტი, ხო. მაგრამ მია ნახე, ჩემთვის ბოდიში რო გაწყვეტინებ. ეს იყო განცხადება შეარბილა, ხო. ეს იყო სხვაგან გადატანა აქცენტის. თუ ჩვენ საუბრობთ მომრიგებელზე, რომელმაც 2 კონფლიქტში ჩართული მხარე უნდა მოარიგოს ამ შემთხვევაში, ეს გასაგებია ეს კონტექსტი, რაც ტრამპმა თქვა, რომ მან შეიძლება რაღაც შესთავაზოს, მიყიდოს მისი სიტყვით, რომ თქვათ რუსეთს, უკრაინის პოზიცია ან პირიქით, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ლობირებდა რუსეთის პოზიციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ხო, ძალიან საინტერესოა და ასევე ის მხოლოდ რუსეთთან მუშაობს, ის ერთხელაც არ არის უკრაინაში ნამყოფი, მაშინ როდესაც პუტინთან თუ არ ვცდები 4 შეხვედრა ჰქონდა, თუ ეს იქნება მე-4. რამდენიმეჯერ არის პუტინთან შეხვედრილი პირისპირ. ზოგ შემთხვევაში ოფიციალური შეერთებული შტატების მხრიდან მის გარდა სხვა არავინ იყო შეხვედრაზე, ასეთი შემთხვევაც იყო ერთი. ნახატის წავიღო. კი, დაბადების დღე რომ მიულოცა პუტინის პირით, კი. და ამიტომ ესეთი უცნაურ არაორდინალურ უპრეცედენტო სიტუაციაშია ფაქტიურად ახლა შეერთებული შტატები და უნდა ვნახოთ როგორ გაგრძელდება, მოხდება თუ არა თქვათ ვიტკოფის როლის რაღაცა შესუსტება, რა ვიცი, გადაყვანა რამე სხვაზე, ისევ ახლო აღმოსავლეთში დაბრუნება.
ფაქტიურად რაც გააკეთეს ეს ალბათ იცის უკვე მაყურებელმა, მაგრამ რახან ვიტკოფი და კუშნერი წარმატებულები იყვნენ ღაზას სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაში ისრაელსა და ჰამას შორის. ფაქტობრივად აი მიმოწერაშიც ის ჩანს თუ სატელეფონო საუბარშიც ჩანს ეს რომ მოდი ის კონცეფცია ავიღოთ და ისე მიუსადაგოთ ახლა აქ ღაზაში რაც იმუშავა იმას მაგრამ ძალიან უცნაური სიტუაცია საბოლოო ჯამში. ყველა ელოდება რაღაცა ფორმის პასუხს და განმარტებას იმაზე როგორ შეიძლებოდა რომ ეს მომხდარიყო და რატომ რის გამო ხდება ის რაც ხდება. აქ არ არის მხოლოდ მშვიდობის მიღწევა, ამას შესაძლოა რაღაცა სხვა საფუძვლებიც ჰქონდეს. რასაც შეიძლება არ ვიცი კონგრესის გამოძიება მოხდეს მაგალითად როგორც წარსულში გვინახავს არაერთხელ. ასევე ერთი ბოდიში ერთი რაც უნდა ვთქვათ ალბათ აქ რომ ესე აღნიშნოთ ძალიან დიდი ხანია უკვე თითქმის ადმინისტრაციის დაწყებიდანვე იყო საუბარი იმაზე რომ ადმინისტრაცია რამდენიმე ფრთად არის გაყოფილი, არის მაგას მიმართულება, რომელიც არის ვთქვათ ტრამპი არის ხელმძღვანელი მისი თუ ფუძემდებელი, მაგრამ ასევე დამფუძნებელი ხო და არის ასევე JD Vance, რომელიც ცდილობს იგივე ბაზის გამყარებას ან შენარჩუნებას. და მეორეს მხრივ არის უფრო ესეთი რეიგანისტული კონსერვატიული ფრთა რესპუბლიკური პარტიის, რომელშიც მოიაზრება მარკო რუბიო მაგალითად. ასევე ზოგჯერ არის ხოლმე საუბარი რომ შესაძლოა ჰექსეთიც თქვათ უფრო მეტად რუბიოს ბანაკში თუ რუბიოს ფრთის ქვეშ იყოს ვიდრე JD Vance-ის ფრთის ქვეშ. ამ შემთხვევაში აი ბოლო 48 საათის თუ თუნდაც ბოლო 4 დღის განმავლობაში რაც ვნახეთ არის ის რომ ეს დაპირისპირება ნამდვილად არსებობს. ვნახეთ ის რომ JD Vance ძალიან აქტიურად ცდილობდა მაშინ როცა ტრამპი ესე ძალიან გამოკვეთილ განცხადებებს არაკეთებდა და რაღაც იქ დრო დატოვა ვადა კი ხუჩაბაც დავნიშნე მაგრამ თუ კარგად წავა მოლაპარაკებები არ არის საბოლოო ვნახოთ და აი ახლა უკრაინელების მხრიდანაც შევიტან შესწორებს. ანუ ტრამპი რაღაცა ეს თავისი ეს art of the deals მიხვეფოდა და აგრძელებდა იმას რომ მოლაპარაკებები გრძელდება და არაფერი არ დამთავრებულა ჯერ მაშინ რომ ამ ფონზე JD Vance საჯარო განცხადებებში და ასევე დებატებში ამბობდა იმას რომ არა უკრაინამ ეს უნდა მიიღოს ახლა რაც შევთავაზეთ და ეს ომი უნდა დამთავრდეს იმიტომ რომ სადღაც იქ აღმოსავლეთ ევროპაში რაღაცა ხდება და ეს ჩვენი სადარდებელი არ არის როგორც შეერთებული შტატების. ეს იყო მისი ესეთი დიდი მესიჯი. და რა ვნახეთ ამის მერე? იქ რა თქმა უნდა ელონ მასკიც ძალიან აქტიურად ეხმარებოდა JD Vance საკუთარი პოზიციის მასში გაჟღერებაში მის პლატფორმა X-ზე და ამის შემდეგ ვნახეთ ის რომ თავდაპირველად 28 პუნქტიანი გეგმის გაჟღერებისთანავე იმდენად დიდი წინააღმდეგობა მოხდა როგორც რა თქმა უნდა უკრაინელების მხრიდან, რა თქმა უნდა ევროპელების მხრიდან, მაგრამ ასევე საკუთარი ამომრჩევლის მხრიდან ტრამპისთვის, ასევე მისი მოკავშირეებისგან განსაკუთრებით სენატში, რომ მგონი რაღაცა მოხდა მანდ და სწორედ მაშინ მიეცა ესე მარკო რუბიოს ცოტათი უფრო მეტად წამყვანი როლი რომ აი ეს რაღაცა კალაპოტიდან ამოვარდნილი საერთოდ მოლაპარაკება და ეს გეგმა რაღაცნაირად ჩარჩოში მოქცეულიყო ისევ და ამის შემდეგ იყო უკვე ის რომ თქვათ ევროპელებსაც შეხვდნენ რა ვიცი 39-მდე ჩამოვიდა როგორც ჩანს ეს 28 პუნქტი და ხო და რაღაცა მცდელობა არის ადმინისტრაციის მხრიდან რომ აი ესევ ჩარჩოში დაბრუნდეს ის რაც ძალიან შორს წავიდა 4 დღის წინ. შენახსენე უპრეცედენტო რატი შეიძლება იცი რა შეკითხვა მაქვს თქვენ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრით დამთხევა იყო თუ გამოიყენა თქვენი აზრით რუსეთმა ის კორუფციული სკანდალი ანუ რაღაცნაირად ხედავთ ბმას ამ სიტუაციასთან საინტერესო შეკითხვა იქ ეს თემა მაინტერესებს და ძალიან მომეწონა მაიკ მაკფოლის დაწერილი სტატუსია თუ ნახე ფოტოც ჰქონდა დადებული მისი ობამასთან და ის
ელჩი იყო რუსეთში ამერიკის და წერს რომ რა თქმა უნდა ყოველთვის რჩევებს აძლევდა ობამას კრემლთან და ლიდერებთან ურთიერთობის, თუმცა არასდროს არ მიუცია რჩევა კრემლის წარმომადგენლებისთვის და ფრჩხილებში ეწერა რომ მას არაერთხელ უსაუბრია უშაკოვთან, რომელზეც აი ამ სკანდალში იყო საუბარი. სანამ კორუფციულ თემებზე გადავალ, ერთი ამბავი მინდა გაგიზიაროთ, ია მახსენა, რომ რაღაც უპრეცედენტო ხდება და რაღაცები პირველად ხდება ამერიკის ასე ვთქვათ ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩემთვის ტრამპის მეორე ვადიდან დაწყებული ყველაზე უცნაური, ყველაზე მეტი უცნაურობა რაც იყო ეს check and balance-ის გაქრობა თითქოს აი ეს ერთპიროვნულად ტრამპი მიირეკება, რასაც უხეშად ვთქვათ, რასაც უნდა იმას აკეთებს და ვერავინ ვერ აბალანსებს და ამ სკანდალში ჩემთვის გამოჩნდა, რომ იქ ეს ბალანსის პოლიტიკა ჯერ კიდევ არის და არის გარშემო ჯგუფები, რომელიც ზრუნავს საერთაშორისო სამართალზე. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული რაც არის ის, რომ აი ამ პოლიტიკის გატარებით საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ეს ირღვევა, ის წესრიგი ირღვევა, რომელშიც არის მხოლოდ მცირეების გადარჩენის საკითხი და არა იმიტომ, რომ თქვათ ვიღაცაზე ძალიან ზრუნავ, მხოლოდ აქ ხედავ მცირეების გადარჩენას საერთაშორისო წესრიგში და ჩემთვის გამოჩნდა ამ სკანდალმა გამოაჩინა, რომ ამერიკის შიგნითაც არიან ჯგუფები, რომლებიც ათარიან ეს დაიცვან. რაც შეეხება, არ ვიცი თუ განავცეთ მე დამეთანხმებით თუ არა, რაც შეეხება იმას, რამდენად ხედავ კავშირს უკრაინაში კორუფციულ სკანდალს და ამ ამბებს შორის, მე ზოგადად არ ვარ შეთქმულებების თეორიების მოყვარული, თუმცა ის რომ ამას აუცილებლად გამოიყენებდა რუსეთი ეს ცხადი იყო იმ თავითვე, მაგრამ მეორე მხრივ ის რომ რუსეთი ამას გამოიყენებს ეს თავის მხრივ არ ნიშნავს რომ ეს პრობლემა არ არსებობს და პრობლემა რახან არსებობს ამ პრობლემას მუშაობა და გადაჭრა უნდა და იმის შიშით რომ ამას რუსეთი გამოიყენებს ამაზე თვალის დახუჭვა უარეს შედეგებამდე მიგვიყვანდა მაგრამ რა თქმა უნდა რუსეთმა ეს გამოიყენა გარდა ამის აქ კიდევ ორი საკითხი იყო დღის წესრიგში სანამ ეს საერთოდ 28 პუნქტიანი გეგმა გაჩნდებოდა, ერთი იყო რომ 21 ნოემბერს გადაცდა და პრაქტიკულად სრულად უნდა ამოქმედებულიყო როსნეფტზე და ლუკოილზე სანქციები და მეორე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს არ უნდა დაგვავიწყდეს რატი? ვარი დამა ეპშტეინი არ უნდა დაგვავიწყდეს. ეპშტეინს გადასაფარი იყო კიდევ ერთხელ შეთქმულების თეორიაში არ შევდივარ რომ ეპშტეინს გადასაფარი იყო ამიტომ ბევრი რამ ერთმანეთს დაემთხვა და მივიღეთ ისაც მივიღეთ თუმცა საბოლოო ჯამი რაც შედეგი მივიღეთ ჩემთვის ეგ იყო რომ გამოჩნდა ამერიკის შიგნით ჯგუფი რომელიც მზად არის ის ნამდვილი საერთაშორისო სამართალი დაიცვას და მისთვის იბრძოლოს. გამოჩნდა ჯგუფი, აი ამას როცა ამბობ, ეხლა მე მივდივარ საკითხზე თუ საიდან გამოვიდა ეს ჩანაწერები, ამაზეც მიდის დისკუსია, მთელი ეს, არ ვიცი, ბოლო საათები რაც მე დავიწყე ამის მოძიება ინფორმაციის, ყველა მსჯელობს საიდან და არის გარკვეული ვერსიები, მათ შორის არის ვერსია, რომ ხომ არ არის ეს CIA-ის გაკეთებული თავად. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ იქ ვინმე შიგნით ხომ არ ხედავდა, რომ ეს ყველაფერი რაც ხდება, გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის თავად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებთან. იყო ვერსია, რომ რუსებმაც ხომ არ გაავრცელეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩაეშალათ ის პროცესი, რომელიც უკვე მათ ხელს აღარ აძლევდა, ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ და ცვლილებების შემდეგ, რაც შევიდა ამ ეგრეთ წოდებულ 28 პუნქტიან დოკუმენტში და შემდეგ გახდა ნაკლები და წითელი ხაზები შიგნით მოექცა პროცესი უკრაინის კონტექსტში. ესაც იყო, რომ ხო მათ პრინციპში ისინი არაფერს არ კარგავდნენ, ასე ვთქვათ, შეასაღეს გეგმა, რომელიც ან იმუშავებდა ან არა და იქ უშაკოვის ციტატები ამაზე მიანიშნებს, რომ ის ხედავდა რისკებს, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი უბრალოდ თქვან, რომ ჩვენთან შეთანხმებულია, ან უბრალოდ არ იმუშაოს ამ ყველაფერმა, მაგრამ ოკეი, დარჩეს ესე როგორც არის. ეს რისკები არსებობს, მაგრამ დარჩეს. აქედან გამომდინარე, მათთვის ეს რაღაცა იკვეთება, რომ იყო შანსი, რომელიც გამოიყენეს, ასე ვთქვათ, ან გამოვიდოდა ან არა და ამის არ გამოსვლის შემთხვევაშიც რაღაც გეგმა მათთვის არსებობდა. ანუ ეგ ვერსიაც გამოვიდა, რომ ხომ არ გამოაგდეს ეს ამბავი თავად რუსებმა იმისთვის, რომ საბოლოოდ ბურთი ისევ მათ მოედანზე არ აღმოჩენილიყო, რაც ლოგიკასთან არის რაღაც მომენტში ახლოს. თქვენი აზრი მაინტერესებს ამაზე, რას ფიქრობთ? მე უფრო ამერიკული სპეცსამსახურებისკენ ვიხრები.
იასთან არის ბურთი ყველა ვარიანტში. სპეკულაცია ჩემი აზრით ნებისმიერი ანუ ბევრი დაინტერესებული მხარე შეიძლება იყოს ამაში, რომ მათ შორის შეიძლება, რა ვიცი, ხო უკრაინელებზეც გავრცელდა, იქ გერმანელებზე, დიდ ბრიტანეთზე, რა ვიცი, ვიღაცამ თქვა, რომ იაპონიასაც აქვს ტექნოლოგია, რომ უნდა შეუძლიათ WhatsApp-ის დაუცველი მესიჯების რაღაცა. ანუ ეხლა ამ ეტაპზე უბრალოდ ძალიან ადრევია მაგაზე საუბარი. რუსებზე ერთი ვიტყოდი იმას, რომ რა თქმა უნდა არ არის გამოსარიცხი არაფერი, მაგრამ ამით იმდენად დიდი ზიანი მიადგა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელთანაც მათ პირდაპირ აქვს ცდომა, ვერ ხედავ რატომ შეიძლება ყოფილიყო მათ ინტერესებში ვიტკოფის ესე თქვათ გაშავება ამით და ძალიან კარგად გამოჩნდა ფაქტიურად მიზანი ამ გავრცელებული მასალის იყო ის, რომ ვიტკოფი გამოჩენილიყო როგორც რუსეთის მხარეს მომუშავე თუ რუსეთის ინტერესების დასაცავად უფრო მეტად მომუშავე ადამიანი, ვიდრე უბრალოდ რაღაცა უკრაინაში გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის დამყარებისთვის მომუშავე ადამიანი. არ ვიცით, უნდა ვნახოთ ამერიკის შიგნით რა შეეხება კი რა ვიცი როგორ უნდა შეიძლება ერთვერას დროს გავიგოთ ეს, მაგრამ ძალიან მკაცრად უდგება განსაკუთრებით თავდაცვის დეპარტამენტი ახლა ასევე დაზვერვის ცენტრალური სააგენტოც, დაზვერვის ეროვნული სააგენტოც ნებისმიერ გაჟონვას საიდუმლო ინფორმაციის და ამას რაღაც საკმაოდ დიდი სკანდალობიც კი მოჰყვა, რომ მაგალითად პენტაგონში დღეს ჟურნალისტები ფაქტობრივად აღარ არიან 1-2 სააგენტოს გარდა, იმიტომ რომ რაღაცა გაჟონვის ინფორმაციის გაჟონვის აღკვეთის მიზნით ჰექსეთმა ფაქტიურად ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩვენ რასაც მოგცემთ როგორც გამოსაქვეყნებელ მასალას ის გამოაქვეყნეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანუ ხელი მოაწერეთ ასეთ ურთიერთობებსო, ყველამ რა თქმა უნდა უარი თქვა ამაზე და ამიტომ დარჩა მხოლოდ ის 2-3 სააგენტო, რომლებიც თანახმა არიან უბრალოდ გამზადებული მასალა, არავის არ ელაპარაკონ, კითხვები არ დაშვან და რაღაცა მზა მასალა გადაბეჭდნონ. ანუ ესეც რაღაც ისეთ გვერდითი თემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ არის გამოსარიცხი საბოლოო ჯამში. არაფერი უნდა დავალოდოთ და ვნახოთ. თუ არის იმის ეჭვი, რომ შეერთებული შტატებიდან იყო ეს წასული, მე ვფიქრობ, რომ ადმინისტრაცია ძალიან მალე დაიწყებს ამაზე საუბარს, გამომდინარე იქიდან, რამდენად კიდევ ერთხელ აქტიურად ცდილობენ აი ყველანაირ პრევენციას ამ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვაში. მაკფოლს რაც შეეხება და მე ძალიან აქტიურად ვადევნებ, რა თქმა უნდა, მას თვალს რა განცხადებებსაც აკეთებს, მაგრამ ნუ განსხვავება ის არის, რომ არანაირად არც მის გასაკრიტიკებლად, არც ვინმე სხვის დასაცავად, მაგრამ ის იყო, რა ვიცი, შეერთებული შტატების სენატის მიერ დამტკიცებული ელჩი, რომელიც იცავდა შეერთებულ შტატებს და რა თქმა უნდა, რჩევები უნდა მიეცა ის არ იყო მომლაპარაკებელი რუსეთთან, ამიტომ ცოტა უცნაურად მომეჩვენა საკუთარი თავისა და ვიტკოფის შედარება ერთმანეთთან, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული როლები ჰქონდათ. და ასევე ალბათ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდწილად რუსეთის გაძლიერება, როცა დაიწყო საერთაშორისო დონეზე, მოხდა სწორედ ობამას და მაკფოლის ელჩობის დროს, როდესაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოჭრის შემდეგ მაშინ კი ბუში იყო პრეზიდენტი, მაგრამ ბუშს რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი ფაქტობრივად, არანაირი პოლიტიკური კაპიტალი აღარ ჰქონდა, ობამა მოვიდა თუ არა, პირველი უდიდესი საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილება რაც მიიღო, იყო გადატვირთვა რუსეთთან და თუ მაგალითად ყირიმის შემთხვევაში 2014 წელს რაღაც სიმბოლური სანქციები მაინც დაუწეს და მაშინ რუსეთს უბრალოდ ეჩვენებინათ რა ვიცი, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ მიუღებელია ძალის გამოყენებით საზღვრის შეცვლა, საქართველოს შემთხვევაში სანქციებზე არც ყოფილა ლაპარაკი. მოდი დავარქვა თავის სახელი, რომ უბრალოდ გაატარეს ყირიმი ყურს მიღმა და ის რაც დააწეს ეს
სანქციასთან ახლოსაც კი არ იყო რეალურად. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, იმიტომაც მიიღეს საქართველოს შემთხვევაში საერთოდ აბსურდამდე მივდივართ. და მაგიტომაც მიიღეს მე 20 ეს დიდი ომი, თორე მაშინ რუსეთი გაცილებით სუსტი იყო ვიდრე 2022-ში და გაცილებით აქტიურობა შეძლო და მან მარტო ობამაზე ჯოხის გადატეხვაც არ ვარგა, იქვე ფრაუ მერკელიც უნდა მივაყოლოთ ჩემი აზრით. და აი ეს ტანდემი რა ტრიო უბრალოდ სარკოზი, მერკელი, ობამას რაღაცნაირი ამ ლიბერალური დემოკრატიის მოტანილი კეთილდღეობით ტკბობა. რაღაცა ესეთი ამბავი იყო მაშინ. ხო. შევაჯამოთ. ამაზე არ გინდათ ერთი მას კი ახსენა ხო და X-ზე რაც მოხდა, მაგაზე მინდა გითხო. მაყურებელმა თუ არ იცის არ ვიცი მიზანი მართულად არ ვიცი შემთხვევით X-ზე ჩანს აკაუნტი რომელი ქვეყნიდან არის წარმოშობით და აღმოჩნდა რომ მაგას ძალიან ბევრი მომხრე არის ინდონეზიაში, ინდოეთში და ესეთ რაღაცა უცნაურ ქვეყნებში ან ტროლებზე არის აქ რეალურად ლაპარაკი ხო ესე გამოდის თუ მოყვა ამას უკვე რაიმე გამოხმაურება ამერიკის შიგნით საზოგადოებაში თუ დაინახეს რომ შესაძლოა ეს მაგა ისეთი ძლავრიც არ იყოს როგორადაც აჩვენებს თავს და მაგაზე რა შეგიძლია გითხრა როგორ ფიქრობ ანუ ეს შემთხვევით მოხდა გამიზნულად მოხდა ანუ ესე პირდაპირ ბმა მაგასა და თქვათ ბოტებსა და ტროლებს შორის მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში თუ იყო რამე ამერიკულ მედიაში სხვა ისეთი ამბები ხდება რა მგონი ჯერ ვერ მოიცალა მედია მაგისთვის მაგრამ ის რომ მაგა რაღაცნაირად ძლიერი არ არის არ მგონია რომ ბოლომდე სწორი შეფასება იყოს, იმიტომ რომ ის ბოლო გამოკითხვები თუნდაც მაგალითად New York Times ჰქონდა ბოლოს გამოკითხვა, რომელთაც ადმინისტრაციამ და თეთრი სახლის წარმომადგენელმა კეროლაინ ლევიტმა ძალიან იამაყეს ამით, რომ New York Times-ის ჩატარებულ გამოკითხვაშიც კი პრეზიდენტ ტრამპს 87 თუ არ ვცდები % უჭერს ისევ რესპუბლიკელების მხარს, რაც არ შეცვლილა ამ ზაფხულის შემდეგ. ანუ ის რომ მაგა რაღაცნაირად ისეთი ძლიერი არ არის როგორც გონია შესაძლოა ვირტუალურ ქსელში თუ ონლაინ სივრცეში შესაძლოა უფრო მეტად ძლავრება ჩანდნენ მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი და გავლენიანი პოლიტიკური ბოდი შეკტაიმსის გამოკითხვა ონლაინ იყო თუ რა სახის გამოკითხვა იყო New York Times-ი ატარებს ხოლმე ძახს ხო ანუ ბიზახი პირისპირ ადამიანთან გამოკითხვა იყო თუ ონლაინ გამოკითხვა იყო არ ვიცი მე უბრალოდ თუ ონლაინ იყო რა უშლიდა ხელს თუ ანუ მე არ იმაშვები რა არ ვაყენებ ეჩვის ქოს რომ მაგა ამერიკაში ძლავრია უბრალოდ მაინტერესებდა ეს ამბავი საინტერესოა იმიტომ რომ ტროლების თელი მუღავი მაგაში რომ სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან შეუძლიათ შექმნან განწყობები თითქოს იქ ხდება ეს ამბავი რა და მაგიტო იყო აი ერთი მაგაზე უფრო ცოტათი უფრო აი სხვა კატეგორიის მიმართულება ვფიქრობ ის არის რა მოხდა მარგარეტ ტეილორ გრინის შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრამპის მომხრე კონგრესის წევრი ქალი რომელიც აბსოლუტურად ყველაფერში ეთანხმებოდა ტრამპს იყო მისი ერთ-ერთი საყრდენი ძალა წინა მაიკ ჯონსონის ემათ სპიკერად დანიშნვამდე გახსოვთ ალბათ 8 კენჭისყრა გაიმართა იმისთვის რომ მისი წინამორბედი დაენიშნათ გვარდამოწყდა კევინ გავახსენდება ცოტა ხანში მისი წინამორბედი აერჩიათ ანუ ამ ჯგუფმა რომლის ფაქტობრივად ლიდერიც ქალბატონი გრინი იყო სპიკერის მოხსნის პროცედურა ამოქმედეს, რასაც შედეგად მოყვა ის, რომ სპიკერი მოხსნა წარმომადგენელთა პალატამ და ამის მერე 8-ჯერ კენჭისყრა ჩატარდა და მაინც ვერ გაიტანეს, იმიტომ რომ მარჯერი ტეილორ გრინი ეწინააღმდეგებოდა ამ კანდიდატს. ანუ ამდენად დიდი იყო მისი გავლენა. და აი სულ რამდენიმე დღის წინ აგერ ნახეთ რომ გამოაცხადა რომ ნუ ჯერთი ტრამპმა თქვა რომ ის ასწდა საკუთარ გზას შავმაკაკამ გაირბინა ჩვენ შორის.
ხო და მე თვითონ გრინმა განაცხადა რომ არჩევნებში კენს აღარ იყრის, ანუ კონგრესიდან მიდის. აი ეს ჩემთვის უფრო დიდი ისეთი გარდატეხა მაგას მოძრაობაში და თვალსაჩინო ვიდრე ის რომ თქვათ რაღაცა მხარდაჭერას ეძებენ თუ არა ტროლობითა და ბოტებით სადღაც ინდონეზიაში. უნდა შევხედოთ და ვნახოთ. ასევე მაგალითად Newsmax-ი არის ასეთი კონსერვატიული არხი, რომელიც ძალიან აქტიურად დამფუძნებლები აქტიურად უჭერენ მხარს პრეზიდენტ ტრამპს, მაგრამ ამავე დროს ძალიან აქტიურად აკრიტიკებენ მაგალითად ტაკერ კარლსონს ან სხვა მსგავს მაგა მიმდევრებს ან ტრამპის ულტრამემარჯვენე მხარდამჭერებს. და აი აქაც შეინიშნება მედიაშიც იგრძნობა ეს გაყოფა, თქვათ პოლიტიკურ წრეებშიც იგრძნობა. და შევხედოთ, ნახოთ და ტრამპი ფიქრობ ამიტომაც ცდილობს, რომ აი ამ რეიგანაიტებსა და მაგას ადმინისტრაციაშივე, მაგას წარმომადგენლებს შორის რაღაცნაირი მშვიდობა სულ შეინარჩუნოს რუბიოსა და ვენს შორის მაგალითად, რომ რომელიმე ძალამ არ გადაძალოს, იმიტომ რომ არასოდეს იცი რა მოხდება საბოლოო ჯამში. ძალიან საინტერესო პროცესებია, ძალიან შიგნით შევედით ახლა. მე მინდა რომ დაგაბრუნოთ უკრაინულ ამბავში, უკრაინის საკითხზე და ზელენსკის კარტებთან, ალბათ ლოგიკური იქნება რომ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი დავასრულოთ უკრაინის პოზიციაზე საუბრით ახლა რა მდგომარეობაში არიან ისინი და რა კარტები აქვთ რეალურად. მოდით რომ ავხსნათ რა მოხდა ბოლო პერიოდში, ესე იგი საქართველოში თამარ და ია გეტყვით რომ ძალიან დიდი ჟივილხივილი იყო გუშინ განსაკუთრებით ქართული ოცნების მხარდამჭერებში და არა მხოლოდ რომ აი ხომ ვამბობდით ზელენსკი დათანხმდა მიიღო კაპიტულაციის გეგმა, ეს ესე მოხდებოდა, მას ადრე თუ გვიანეს მოუწევდა და ჩვენ რა მაგარი ჭკვიანი ხალხი ვართ და ბრძენი ხალხი ვართ რომ და ნუ მოკლედ ერთ სიტყვით ძალიან ეს რას მოყვა, ეს მოყვა, ანუ ნახეთ მანიპულაცია, მთელი მანიპულაცია მდგომარეობს იმაში რომ მედია ძირითადი მედია, რომელიც კონტროლდება, აქცენტს აკეთებს მხოლოდ გარკვეულ თემებზე, რაც აი ამ ნარატივს აწყობს. ისინი აშუქებდნენ დაამატერად. ანუ რის თქმა უნდა, იცი, მარტივად პროპაგანდისტულმა მედიამ და სამწუხაროდ არა მხოლოდ მათ გამოდეს ქარდები, რომ უკრაინა დათანხმდა ამერიკული მედიის ინფორმაციით, უკრაინა დათანხმდა სამშვიდობო ხელშეკრულებას. ხო. ოღონდ იქ აღარ დააკონკრეტოს რომ 28 პუნქტს კი არა 19 პუნქტზე იყო ლაპარაკი. და საერთოდ ჟენევის საკითხი, ანუ აი შუაში რაც მოხდა, ეს საერთოდ არ კეთდება ამაზე აქცენტი, შესაბამისად ხალხის დიდმა ნაწილმა არ იცის ეს ინფორმაცია, რომ შემდეგ კაცო იქ რომ ამ 28 პუნქტზე იყო საუბარი და იქ დონბასის დათმობაზე, ჯარის განახევრებაზე და მთელ ამ ჩამონათვალზე, ამის შემდეგ იმ ხალხმა კიდევ ერთხელ დააბრუნეს, სწორედ ამიტომ დაიგეგმა ჟენევის ამბავი, რომ მოქცეულიყო ამ ეგრეთ წოდებულ წითელ ხაზებში უკრაინისთვის ეს პროცესი, უკრაინელებმა მიიღეს ეგ გადაწყვეტილება, რომ არ ეთქვათ უარი მოლაპარაკებაზე, იმიტომ რომ ჭირდებათ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, დაზვერვა, ასე და ასე. შემდეგ არ წასულიყვნენ ამ გზის საწინააღმდეგოდ, გაყვნენ ამ პროცესს, შეეცადნენ რომ ახალი თავი აეშენებინათ ამ ამბავში, მიიღეს საბოლოოდ რაღაცა კონსენსუსი და უნდა დაგეგმილიყო უკვე ზელენსკის ახალი ვიზიტი შეერთებულ შტატებში, ხომ ასეა. მთელი ეს პროცესი ამ საინფორმაციო ველმა საქართველოში გამოტოვა და მანამდე აშენებულ იმ მითზე, რომ მზადდება კაპიტულაცია, ამას დათანხმდა ზელენსკი, მორჩა ამაზე არის მთელი ამბავი ახლა, რომ აი ხომ ვამბობდით ესე მოხდებოდა. მოდით ახლა ჩვენ ვისაუბროთ რა კარტები აქვს ამ წუთას რეალურად ზელენსკის განსაკუთრებით ამ სკანდალის ფონზე, სადაც მეტნაკლებად გაირკვა უკვე 28 პუნქტიანი გეგმის წარმომავლობა და ამბავი. ჩემი აზრით, არ ვიცი, საბოლოო გადაწყვეტილება არის ამაზე, რომ ზელენსკი აღარ ჩამოდის შტატებში. არა. დღეს თქვა ტრამპმა, რომ მანამდე ჩამოვიდეს ზელენსკის თუ უნდა, მაგრამ არ ფიქრობს, რომ აზრი ექნება მის ჩამოსვლას სანამ
ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება. და ისევ აგზავნის ვიტკოფს მოსკოვში შემდეგ კვირას, ხო? ჯერჯერობით ასეა. კითხვის ნიშანია. და კიევში ჩადის კიდე, მოკლედ, ანუ ჩემი აზრით აქ ხა ამბავი რაში არის, რა რომ აი ამ გარემოებებიდან გამომდინარე ამოტივტივდა ისევ ეს რაღაცა სამშვიდობო გეგმა და აქ ეხა როგორც რუსეთისთვის და პუტინისთვის, ასევე უკრაინისთვის და ზელენსკისთვის თავი ამოცანა იყო, ვის შეეტენებოდა რომ ვარს ამბობს მშვიდობის ხელშეკრულებას. და ზელენსკიმ გაიარა იმ ბეწვის ხიდზე და ხაზზე რომ არ შეეტენებოდა ეს ამბავი, ძალიან უხეშად რო ვთქვათ და ამიტომ თქვა რომ მე მზად ვარ მოლაპარაკებებისთვის. მას თავდაპირველ განცხადებებში რამაც ყველაზე მეტად დააზაფრა საზოგადოება ის იყო რომ ზელენსკის საერთოდ არ უხსენებია რომ ჟენევაში შეიძლება რამე მოლაპარაკება შედგეს, მან პირდაპირ თქვა რომ ჩვენ დავდგებით რთული ამოცანის წინაშე, ან დავკარგოთ ღირსება, ან პოტენციურად დავკარგოთ თავარი პარტნიორი. ანუ აქ საუბარი იყო, ანუ ამ რიტორიკით საუბარი იყო იმაზე რომ ან უნდა დათანხმებოდა ამ 22 პუნქტს, ან თუ არ დათანხმდებოდა ამერიკის გარეშე გაეგრძელებინა ომი. და ეს ერთგვარი რაღაცა მიმართვასავით იყო საზოგადოება, ანუ შემზადება იყო საზოგადოების, მაგრამ მე რაც მე ვნახე თვითონ უკრაინულ საზოგადოებაში მოყვა ამას ისეთი რეაქცია რომ აი ეს ღირსების დაკარგვა ავტომატურად გამოირცხა, ამ დროს ევროპაც შეერთო საქმეში, ჩამოყალიბდა ეს ჟენევის ფორმატი, რუბიო ჩავიდა და ყველაფერი ისე დაალაგდა, როგორც დაალაგდა და ასე ვთქვათ, უკრაინას არ შეეტენა ეს ამბავი. ამ ეტაპზე ასეა ყოველ შემთხვევაში და ბოლო ის რაც იყო, რომ ვიტკოფი უნდა წავიდეს მოსკოვში, იმ კაცის გვარი დამოუწყდა სამხედრო რისკოვი. ხო, უნდა ჩავიდეს კიევში, საუბარია რომ შესაძლოა კვირას ჩავიდეს, ერთმანეთში კიდე დაილაპარაკონ და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე შესაძლოა ჩავიდეს ზელენსკი ვაშინგტონში და ჯერ ტრამპი და ზელენსკი შეთანხმდნენ, მერე ეს ყველაფერი შეთანხმდნენ პუტინთან და მერე პუტინი, ტრამპი და ზელენსკი შეხვდნენ და მერე მოეწეროს ხელი და მერე ჭირი ხალხინი აქ. ძალიან ეს კიდე უკვე ნანახი მაქვს სიტუაციაში ვართ ახლა, ხო? რამდენი სხვადასხვა მიმართულებით, ხო? მინერალების შეთანხმებიდან რომ დავიწყო, თავიდან იყო რაღაც ძალიან კატასტროფული ეს დოკუმენტი უკრაინისთვის და მერე მაშინაც ესე ბეწვის ხიდზე მით უმეტეს მაშინ ოვალური ოფისის შეხვედრის შემდეგ რაღაც წარმოუდგენლად ჩამონგრეული იყო ურთიერთობები ტრამპსა და ზელენსკის შორის, მაგრამ მოახერხა უკრაინამ და არა მარტო ასევე ბესეთმა, რომელიც არის ევროპამაც რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე ამერიკაში აი ეს ესეთ რეიგანისტ ფრთაზე რომ ვლაპარაკობთ, მათ შორის ერთ-ერთი არის სკოტ ბესენტიც, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი ამ ეკონომიკურ თემებში, ხაზინის მდივანი. ანუ მანაც ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ეს შეთანხმება გადარჩენილიყო მინერალების. ანუ ნახეთ მაშინ ეს, რომ ყველას ეგონა, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. მაგრამ არ დამთავრდა. მერე ვნახეთ ალასკა, სადაც ისე ყველას ეგონა, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. მაშინაც არ დამთავრდა არაფერი. ნუ არ ვიცით ახლა ეს ტენდენცია ასე გაგრძელდება თუ არა, სავარაუდოდ ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ პუტინს უბრალოდ არ უნდა ამ ომის დამთავრება. ეს არის მთავარი ამბავი ფრაზა. ეგ ფრაზა არის მთავარი. პუტინს არ უნდა, ზელენსკის არ შეუძლია. ანუ მარტივი ამბავია რა, ისე იქ მივდივართ, რითიც დაიწყო მთელი ომი. თუ კი რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, ომი დამთავრდება, თუ კი უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა დამთავრდება. შესაბამისად, უკრაინას უბრალოდ არჩევანი არა აქვს, ის იძულებულია თუნდაც ბოლომდე იბრძოლოს. აქ ეხა მთელი პასუხისმგებლობა და მთელი წონა არის აგრესორზე, რომელიც სხვაგან შეიჭრა, ძალის გამოყენებით ცდილობს საზღვრების გადახედვას და ძალიან უცნაური არის მსუბუქად რო ვთქვათ, რომ არ მიდის, აი ამ ხელაზეწოლა, რამ ხელაზეწოლაც კიევზე მიდის, ამ ხელაზეწოლა სამწუხაროდ არ მიდის მოსკოვზე. ამაზე სხვათა შორის რამდენიმე განცხადება ვნახე უკვე, მათ შორის მაგალითად Fox-ზე, Fox News-ზე, სადაც ხალხი ამბობს იმას, რომ იცი რა, კი, არჩევნები უნდა დაინიშნოს. ერთ-ერთი 28 პუნქტში ერთ-ერთი იყო ის, რომ ხელმოწერიდან 100 დღის შემდეგ უნდა დაინიშნოს არჩევნები უკრაინაში. და ყველა ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა დაინიშნოს, რა თქმა უნდა არჩევნები უნდა შედგეს და ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ლიდერი. და რუსეთს რატომ არ თხოვთ იგივეს გაკეთებას? ან მაგალითად მეორე კორუფციაზე როცა იყო საუბარი, რომ დამთხოვა თუ არა ეს
ჩვენი საუბარი. არ ვიცი, ესეც სპეციალურად იყო თუ არა ეს რუსეთის მხრიდან გაკეთებული, იმიტომ რომ ასევე ამ მიმართულებითაც წამოვიდა კითხვები, რომ ბიჭო, უკრაინა კი ვიცით, რომ უკრაინაში კორუფციის პრობლემა არსებობს, მაგრამ ხო შეიძლება ერთხელ მაინც ვახსენოთ რუსეთის კორუფციის ამბავი. ან ის რა ხდებოდა, თქვათ, რუსულ ჯარში, რომ კორუფციის გამო იყო სწორედ ის ერთ-ერთი მიზეზი, რაც სახელდებოდა 2022 წლის თებერვალში იყო ის, რომ წინ იმიტომ ვერ წავიდა, რომ უბრალოდ მოპარული იყო რაღაცა ტექნიკიდან დაწყებული, დიზელით დამთავრებული ჯარში რაღაცეები, ხო? ასე რომ ამით რაღაცა მგონი რაღაცა ისეთი გარდატეხა მოხდა აი ამ მთელი ამ ხვიტკოფის და მისი რუსი კოლეგების ურთიერთობის საფუძველზე, რაც ადამიანებს რომლებიც ჩუმად იყვნენ აქამდე და უბრალოდ არ უნდათ რომ რაღაც ტრამპი გადაეკვეთათ რამეზე, იმათ მიეცათ საშუალება, რომ ეხლა უკვე ყავთ ვიღაცა ვიზეთ შეუძლიათ რომ ილაპარაკონ და იყვნენ უფრო მეტად კრიტიკულები და ტრამპი არ იყოს თქვათ ამ სამიზნის, ამ კრიტიკის სამიზნე. ძალიან საინტერესო პერიოდია, მაგრამ უკრაინას ეხლა კარტებს რომ დაუბრუნდეთ, რა ვიცი, ყოველდღიურად ჩანს ის, რომ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას, რუსეთის ჯერთი ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ძალიან რთულ სიტუაციაშია, ზოგადად ენერგოსისტემა ძალიან რთულ სიტუაციაშია. ცოტა ხნის წინ უკვე ვნახეთ ის, რომ უკრაინას სამიზნეში ასევე ამოაქვს ელექტროგამანაწილებელი სადგურებით რუსეთში, რაც იწვევს იმას, რომ დენი ეთიშებათ რუსეთის რაღაც დიდ ქალაქებს მაგალითად. ან რაღაცა მომარაგება არ აქვს რაღაცა ინდუსტრიის მნიშვნელოვან ნაწილებს. ან უკრაინა აგრძელებს იმას, რომ აქვს კარტი, აგრძელებს ასევე დრონების წარმოებას, რა თქმა უნდა, და დახვეწას, ეს არ გაჩერებულა არაფერი. უბრალოდ ჩვენ აღარ საუბრობთ ამაზე, თორე ტექნოლოგიურად ჯერ ისევ წინ მიდიან და სხვათა შორის ფრონტის ხაზზეც იგივე სიტუაციაა და რა ვიცი, ტრამპს ვიშველიებ ხოლმე, იმიტომ რომ ოფიციალური განცხადება ეგ არის, მაგრამ და ტრამპმაც თქვა, რომ კარგი იქნება ომის ეხლა დამთავრება, იმიტომ რომ ფრონტის ხაზი ერთი მიმართულებით მიდის მარტო, გულისხმობდა იმას, რომ რუსეთი წინ მიიწევს ტერიტორიებზე და მე იქ დაამატა, რომ არა, სხვაგანო მეორე მიმართულებითაც კი მიდისო ფრონტის ხაზიო, მაგრამ ამით იმას ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია იმაზე, რომ უკრაინა არა მხოლოდ იგერიებს და ინარჩუნებს ფრონტის ხაზს ძირითადად, არამედ ასევე აწარმოებს რაღაცა იერიშებს, სადაც აქვს შეტევები. ჩვენ უნდა დავასრულოთ, უნდა წავიდეთ დასასრულისკენ და რომ შევაჯამოთ, ერთგვარად სამ თემაზე ვისაუბროთ და იას მადლობა, რომ კულუარებში გაგვარკვია რა ხდება შეერთებულ შტატებში და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი მიმართულებით ზეგავლენას ახდენს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, უკრაინაზე, რა თქმა უნდა, ცენტრალურ აზიაზე, რა თქმა უნდა, კავკასიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენც ამის ეპიცენტრში გვინდა რომ თავი ვიგრძნოთ და ცხადია ამ ამბებსაც მივყვებით, ხო? და უკრაინის თემა რომ შევაჯამოთ, ძალიან სერიოზული დუღილის პროცესი არის პოლიტიკური, მათ შორის უკრაინაში. ყველა ელოდება საბოლოო ჯამში გარკვეული სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომ შემდეგ დაინიშნოს არჩევნები და ვინ იქნება შემდეგი, ვინ იქნება ის კანდიდატი, ვისაც უპირობოდ დაუჭერენ მხარს უკრაინელები. ხო, ეს იქნება გენერალი ზალუჟნი, რომელსაც ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს, ანუ იქნება იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომ ძალა, ჯარი, წინააღმდეგობა და ისრაელის მოდელი, თუ იქნება ვიღაცა სხვა პოლიტიკოსი, რომელსაც ასევე თუ იქნება აბსოლუტურად რაღაცა განსხვავებული იქნება მეორე ფრონტი ომის მერე. ეს იქნება ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ დუღილის პროცესი მიდის ძალიან მე მგონი შორს არის ეგ ამბავი. ხო, შორს არის თუ ახლოს არის, ყოველ შემთხვევაში ამაზე საუბრობენ უკრაინაშიც და უკრაინის გარეთაც და ყველა დაინტერესებული აქტორი საუბრობს ამ თემაზე, ხო? დაველოდოთ ამ ყველაფერს, თავარია რომ ხელმოწერა შედგეს და ეს ხელმოწერა პირველ რიგში უკრაინელებისთვის იყოს მომგებიანი. უკრაინელებისთვის იყოს, იმიტომ რომ უკრაინა ამ შემთხვევაში არის მსხვერპლი. კიდევ ერთხელ, ხო, ანუ რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და არა პირიქით. რუსეთი არის აგრესორი და არა უკრაინა. რუსეთმა წაიღო ყირიმი, წაახალისა შეუწყო ხელი დონბასს და ლუგანსკს, რომ იქ
სამოქალაქო ომი დაწყებულიყო და შემდეგ უკვე 2022-24 თებერვალს ფართო მასშტაბით შეიჭრა მთელ უკრაინაში და უამრავ ადამიანს ხოცავს ყოველდღე, მათ შორის ქალებს, ბავშვებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აზიანებს და ეს იქნება უკრაინისთვის ძალიან მძიმე ზამთარი, ხო? ანუ ძალიან მძიმე ზამთარი და ამაზეც ყველა საუბრობს რა. მაგას ჭირდება მხარდაჭერა. მე ბოლოს ვიტყვი იმას, რომ ველოდები კიდევ როდის იტყვის ტრამპი, რომ უკრაინას კარტები აქვსო, იმიტომ რომ რაღაც სპირალის მაგ ფაზაში შევდივართ მე მგონი. ეხა ეგ უწევს, რომ რაღაც უკრაინას ახალი კარტები უნდა აღმოაჩნდეს წესით. ზელენსკიმ მეტნაკლებად კარგად გაართვა თავი. ამ პროცესის ეფექტი, ალბათ პოზიტიურ ეფექტზე თუ ვილაპარაკებთ, უნდა იყოს ის, რომ კი მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ კორუფციის საკითხებს, თუ ჭირდება ზელენსკის საზოგადოების თანადგომა, ეს კითხვის ნიშნები უნდა მოიხსნას და ამაზე წესით უნდა იმუშაონ, რომ არავის აღარ გაუჩნდეს მსგავსი საფუძვლები, რომ პრესონ შტატებიდან იქნება რუსეთიდან თუ სხვა ლოკაციებიდან და ეს მათი გასაკეთებელი არის, თუნდაც მართლა აი ამ ძალიან დაღლილი და დასტრესილი ხალხის როგორღაც მხარდაჭერა მიიღონ და ის ვიდეო მიმართვა ზელენსკის სწორედ მაგაზე იყო გათვლილი, რომ ხალხო მე ვიცი რომ თქვენ მე გვერდში დამიდგებით და მიდგახართ თუ უნდათ ეს უნდა მოიხსნას ეს კითხვის ნიშნები. ხო, ნუ დიდი ალბათობით ხო, ჩემი აზრით გამოძრა უკრაინა ამ სიტუაციიდან ეს კრიზისი ასე თუ ისე გადალახა, ამას ხელი შეუწყო სწორედ ამ სკანდალმა, რომელზეც დღეს ბევრი ვისაუბრეთ და დიდი ალბათობით ხო, ნუ ალბათ ტრამპი ისე ვიტყვის რომ მაგრამ შედეგი რა უნდა იყოს ამერიკის მხრიდან, ეს მაფიქრებს ყველაზე მეტად, ვიმედოვნებ რომ იქნებ ისევ გაცოცხლდეს სამხედრო მხარდაჭერის საკითხი და იქნებ სადმე ტომაჰავკებიც ახსენონ და ნუ სხვა მხრივ მე მგონი ყველაფერი ვთქვით. ბოლოს ვიტყვი იმას, რომ არც ერთ შემთხვევაში რუსეთი იადაგ ეთანხმები, რომ უბრალოდ ხელს არ მოაწერს, რაც არ უნდა შეთანხმებას მოაწეროს დღეს ზელენსკიმ ხელი, ან შემდეგ კვირაში, ან მადლიერების დღეს, მაინც რუსეთი არ წავა არანაირ შეთანხმებაზე, იმიტომ რომ მათ აქვთ აბსოლუტურად სხვა ამოცანები, ვიდრე თუნდაც არის დონბასის აღება. და ერთი დავამატებ ბოდიში რადი. ერთ დავამატებ იმას, რომ სამხედრო დახმარებასთან ერთად თქვათ რომც არ გააქტიურდეს. მე ვერ ხედავ მაგალითად იმ ალბათობას, რომ ამერიკა უბრალოდ დახმარების სახით დაუგზავნოს უკრაინას, ისე როგორც ეს წინა ადმინისტრაციის დროს ხდებოდა, მაგრამ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება იქნება ალბათ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უკრაინისთვის ტომაჰოკების მიცემა. და ამას ძალიან აქტიურად მიდის საუბარი, ერთი რაც არ გვისაუბრია ამაზე შემდეგ ჯერჯერ შეგვიძლია კონგრესში როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა იმისთვის, რომ უბრალოდ ტრამპი აიძულონ, თქვათ ტრამპს თუ თავად არ უნდა, ან რაღაც მოლაპარაკების ნაწილი აქვს ეს, რომ ვეღარ დაუნიშნავ დამატებით სანქციებს რუსეთს, რომ კონგრესიდან აიძულონ ამის გაკეთება, სადაც არჩევანი არ ექნება მას. ეს იქნება ჩემი აზრით ესეთი ძალიან შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უარს იტყვის ხელმოწერაზე, ტრამპის მხრიდან ამ ზეწოლის გაზრდა. ის რომ დახმარება, სამხედრო დახმარება არ იქნება, ეს ცხადია, ეს ამას ვხედავთ. ამერიკა აღარ ეხმარება სამხედრო მიყიდვა ვიგულისხმო იდეაში. და მიყიდვას კიდე ანუ ფიზიკურად ვერ გააჩერებს, იმიტომ რომ კონტრაქტები ხელმოწერილია, ინდუსტრია მუშაობს და მაშინ მოუწევს საკუთარ სამხედრო ინდუსტრიასთან გადაკეთება, ამიტომ ეგ ვერ მოხდება. და მე მინდა ბოლოს სიტყვად პუტინის აბსურდულ მდგომარეობას გაუსვა ხაზი, რომ არა ეს ომი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ზელენსკი უკვე უკრაინის პრეზიდენტი არ იქნებოდა, იმიტომ რომ მისი რეიტინგი დაღმავალი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებზე, რომელიც უკვე უნდა ყოფილიყო, რომ არა ომი, ზელენსკის გადაერჩევდნენ. ასე რომ პუტინი თვითონ გაება ამ ხაფანგში და ჩემი აზრით ეხლა უბრალოდ სხვა გზა არ აქვს, სანამ ბოლომდე არ შეაკლავს ბოლო რუსს. და ჩემ ბოლოს სიტყვასაც ვიტყვი კოზირთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, თავარი კოზირი ზელენსკის და უკრაინელების არის უკრაინელი ერის გადაწყვეტილება, რომ მათ უნდათ იცხოვრონ თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანაში რუსეთისგან შორს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. თავში ვთქვი, რომ კარგი იქნება თუ ბოლომდე დარჩებით თქო. მე მგონია, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ რაღაც ისეთი დაპირება. მე ძალიან მომეწონა დღევანდელი დისკუსია. სხვა დროსაც მომწონს ხოლმე. და ყოველთვის ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური პროექტი, სადმე თუ წააწყდებით ამ ვიდეოს და ნახავთ.
გთხოვთ რომ ურჩიოთ სხვებსაც, იმიტომ რომ ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, ასეთი ფორმატი არ არსებობს, სადაც სხვადასხვა ლოკაციიდან, საქართველოსდან, ევროკავშირიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საუბრობთ ძალიან ცხელ და ძალიან აქტუალურ თემებზე, რომელიც კონტექსტში გულისხმობს საქართველოს პოზიციებსაც. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გამოგვიწერეთ აუცილებლად, ურჩიეთ სხვებსაც რომ გამოგვიწერონ, ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ წესით უკვე სწრაფად უნდა დაიწყოს აუდიტორიის ზრდა და ნახოთ რა იქნება. დაგემშვიდობებით, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს, როგორც წესი ჩვენ ვცდილობთ რომ არ ჩავაგდოთ და ყოველ კვირეულად შემოგთავაზოთ ახალი ეპიზოდები. ნახვამდის. ნახვამდის. კარგად. დროებით. ნახვამდის.